ნახე, სამი არჩევანი გაქვს რა. ან 1 მილიონის მოგების მილიონში 1 შანსი, ანუ ძალიან დაბალი შანსი. მეორე ვარიანტი არის რომ $12 მოგების 90%, ანუ ძალიან მაღალი შანსი რომ $12 მოიგო და ძალიან დაბალი შანსი რომ არაფერი არ მოიგო და მესამე ვარიანტია რომ $1 მილიონი მოგების 90%-იანი შანსი და არაფრის მოგების 10%-იანი შანსი. ხო. მიიღოთ იმის რომ არაფრის მოგება თანაბარი ვარიანტია სამივეში. იდეურად ერთნაირი ეფექტი უნდა მქონდეს შედეგს. მაგრამ ეგრე არის, მოკლედ, არაფრის მოგება მილიონის შემთხვევაში ბევრად უფრო მტკივნეული იქნება, მესამე არჩევანში როცა მილიონის მოგების შანსი გქონდა. ვიდრე სხვა შემთხვევაში, რომ აი $12 იქნება თუ რაც იყო ისა. ეგ ამბავი. ახალი თემა შემოდის რა, რომ გარდა უბრალოდ სარგებლისა და საწყისი წერტილისა და გარდა წაგების ვერატყანისა, ამავე დროს ვარიანტში რომ რა ვერ მოვიგე, ანუ მე რო დანაკარგია თეორიაში ვაიმედე და მილიონი შემოგება და ვერ მოვიგე. ეგ ვერ მოვიგე, ანუ ისაც არ მქონდა მილიონი. და სტატუს კოში დავრჩი, მაინც არაფერი არ მაქვს. მაგრამ ეგ უფრო მტკივა მაგ დროს რო ის 10% ამოვარდა, ვიდრე $12 აქეთ თუ არაფერი აქეთ რა, ანუ ეგ ამბავი წამოვიდა.